მოგესალმებით, დღეს განვიხილავთ მასშტაბის შესახებ, კონკრეტულ ამოცანებს და გავარკვევთ თვითონ სიტყვა მასშტაბი, რასაც ნიშნავს. მოდით ჯერ პირველ რიგში თვითონ სიტყვა მასშტაბი გავმარტოთ და პირველ რიგში შემოვიტანოთ ეს, რომ თვითონ არის გერმანული სიტყვა და მას ეს ნიშნავს ზომვას, გაზომვას და შტაბ ნიშნავს ჯოხს და ნიშნავს ეს ჯოხით ზომვას და ჯოხით ზომვა ნიშნავს, რომ შემოგვაქვს ახალი საზომი ერთეული, რომელიც მათ შეგვიძლია გაგვიკეთოს ის, რომ ანუ კონკრეტული ზომა ან შეგვიმციროს რამდენჯერმე, ან გაადიდოს რამდენჯერმე. მოდით პირველ რიგში ახლა თქვენ ხედავთ ეკრანზე საქართველოს რუკას, რომელიც არის პოლიტიკური რუკა და ამ შემთხვევაში თავისი სამეზობელი ქვეყნებიც არის წარმოდგენილი აქ და აქ დაბლა უწერია 1-2 მილიონთან და ეს წარმოადგენს ზუსტად მასშტაბს და რას ნიშნავს 1-2 მილიონთან ამ შემთხვევაში ამას გამარტავთ და ვნახავთ თუ რას ნიშნავს ეს მასშტაბის ჩაწერა. ჩვენ ვახსენეთ, რომ ამ შემთხვევაში გვაქვს შემცირებული ფორმა, იმიტომ რომ საქართველოს არის დაპატარავებული რამდენჯერმე და ეს არის რუკაზე წარმოდგენილი და კიდევ თქვენ ხედავთ ამ შემთხვევაში სახლის გეგმა, სადაც არის წარმოდგენილი მისი კონკრეტული ნაწილები, სასადილო, საცხოვრებელი ოთახი, წინკარი, სამზარეულო, საგუჩნაო, საბრძნო ოთახი, საწოლი ოთახი, თითოეული ეგეთი ტიპის ფორმა და ამ შემთხვევაში აქ არის მითითებული 1-100-ზე და რას ნიშნავს ეს კონკრეტული ამის განმარტებაც დაგვჭირდება და ვნახოთ ეს თითოეული კონკრეტული ფორმა და რა ზომა ექნება ამ კონკრეტულ მაგალითად ოთახებს. გადავიდეთ შემდეგზე და მოდი ვნახოთ ზუსტად ის, რაც იყო რუკაზე მოცემული და რაც იყო სახლის გეგმაზე მოცემული. მოდი გავშიფროთ 1-2 მილიონთან, რაც ნიშნავს, ჩვენ როგორც ვთქვით, მასშტაბი ნიშნავს ახალი ზომის შემოღებას, რომელმაც უნდა შეგვიმციროს კონკრეტული ზომის ერთეული ან გაადიდოს. მოდი ამ შემთხვევაში ეს ვახსენოთ, რომ ეს არის შემცირება და ეს ნიშნავს 1-2 მილიონთან, ნიშნავს, რომ 1 სანტიმეტრში მე ვგულისხმობ კონკრეტულად ამ შემთხვევაში 2 მილიონ ზუსტად სანტიმეტრს, ანუ 1 სანტიმეტრი შეიცავს 2 მილიონ სანტიმეტრის აღნიშვნელია. თუ მე გავითვალისწინებ იმას, რომ 1 მეტრში არის 100 სანტიმეტრი და მე აი ამ 2 მილიონ სანტიმეტრს გადავიყვან ამ შემთხვევაში მეტრებში, მექნება ამ შემთხვევაში 20,000, აი 2 ნული რომ ჩამოვაშორო, ზუსტად არის 20,000 მეტრი. 20,000 მეტრი კიდევ ვიცით, რომ 1000 მეტრი შეესაბამება, ვიცით, რომ 1 კილომეტრს და 20,000 მეტრი კი იქნება ამ შემთხვევაში 20 კილომეტრი, ანუ რეალურად გქონია ჩვენ, რომ 1 სანტიმეტრის სანტიმეტრი აღნიშნული არის 20 კილომეტრით და იმ კონკრეტულ რუკაზე ჩვენ თუ ორ პუნქტ შორის დაშორება გვაქვს 5 სანტიმეტრი და თითოეული სანტიმეტრი გულისხმობს 20 კილომეტრს, 5 ჯერ 20, ანუ იმ ორ პუნქტ შორის დაშორება ყოფილა 100 კილომეტრი. და რუკაზე ეს ხვალნათლივ იქნება გამოჩენილი, იმიტომ რომ ორ პუნქტ შორის შეგვიძლია სახაზავით გავზომოთ, თუ არის 5 სანტიმეტრი, რეალურად მათ შორის იქნება 100 კილომეტრი. მოდი ვნახოთ სახლის გეგმა, რას ნიშნავს 1-100-ზე, აქაც ეს აღნიშვნა ნიშნავს, რომ 1 სანტიმეტრი შესაბამისობაში შეგვიძლია ვწეროთ როგორც ტირით, ისე ორ წერტილით და არავითარ შემთხვევაში ტოლობით რატომ არა, იმიტომ რომ 1 ნამდვილად არ უდრის 100, ანუ 1 სანტიმეტრი ნამდვილად არ უდრის 100 სანტიმეტრს და აი ესეთი ფორმით ჩაწერა ნამდვილად არის სწორი. 1 სანტიმეტრი არის შესაბამისობაში 100 სანტიმეტრთან, 1 სანტიმეტრი 100 სანტიმეტრთან თუ არის შესაბამისობაში, 100 სანტიმეტრი ჩვენ ვიცით, რომ 1 მეტრია, ანუ 1 სანტიმეტრით ჩვენ გეგმაზე, სახლის გეგმაზე აღნიშნული გონია 1 მეტრი. თუ სახლის გეგმაზე მაგალითად ერთი კონკრეტული ოთახის ზომები გამოვიდა 3 სანტიმეტრი და 4 სანტიმეტრი, მაშინ ეს 3 სანტიმეტრი რეალურად თითოეული სანტიმეტრი 1 მეტრს შეესაბამება, რეალურად ყოფილა 3 მეტრი და 4 სანტიმეტრი რეალურად ყოფილა კიდევ 4 მეტრი.
ანუ მასშტაბი არის ამ შემთხვევაში შემცირებული ფორმა, რომელიც გვეუბნება 1 სანტიმეტრში რამდენ სანტიმეტრს გულისხმობ. ამიტომ შეგვიძლია მარტივად გადავიყვანოთ 1 სანტიმეტრი რო 2 მილიონ სანტიმეტრს შეესაბამება, ანუ 20,000 მეტრს შეესაბამება, ანუ 20 კილომეტრს შეესაბამება. 2 მილიონი სანტიმეტრი გადამყავს თავის ტოლ ზომებში 20,000 მეტრი, 20 კილომეტრი და 1 სანტიმეტრში არის 20 კილომეტრი და შემდეგ რამდენი სანტიმეტრიც უნდა მქონდეს, იმდენი 20 კილომეტრი მაქვს. სახლის გეგმაზე კი 1 სანტიმეტრი 100 სანტიმეტრს შეესაბამება, ანუ 1 სანტიმეტრი შეესაბამება 1 მეტრს და ამ კონკრეტულად რამდენ სანტიმეტრსაც დავინახავ, იმდენი მეტრის აღნიშნული არის. როგორც ვახსენეთ, მასშტაბი არის როგორც შემცირების, ასევე არის გადიდების ფორმა. მაგალითად, ნახოთ შემდეგი მაგალითი. ეს არის გამოსახული მიკროსკოპი, სინათლის მიკროსკოპი, რომელიც 3500 ჯერ ადიდებს ამ შემთხვევაში კონკრეტულ ობიექტს, რასაც მას დავანათებთ და მაგალითად ამ შემთხვევაში თუ 3500 ჯერ ადიდებს, ამის კონკრეტული ზომა ჩაიწერება შემდეგი ფორმით, რომ 3500 წერტილი 1, იმიტომ რომ 3500 ჯერ არის აღებული ის ერთი კონკრეტული ერთეული. ანუ 3500 სანტიმეტრად გვაჩვენებს ამ შემთხვევაში იქ 1 სანტიმეტრს ვარაუდობთ, 1 სანტიმეტრი იქ არ არის ხოლმე არაფერი, იმიტომ რომ იქ ძალიან მინიმალური სანტიმეტრით მილიონედ ნაწილს და უფრო მეტ პატარა ზომის ერთეულებს ადიდებს 3500 ჯერ და უფრო მეტად, რომ კონკრეტულად დაინახონ იქ უჯრედის აგებულება და ბაქტერიების ყოფა-ქცევა შეაფასონ მეცნიერებმა. ანუ აქ ამ შემთხვევაში განსხვავება ის არის, რომ 3500 ერთი ნიშნავს, რომ 3500 ჯერ ვადიდებ ერთ ერთეულს და პირიქით ჩანაწერი იქნებოდა 1,3500. ეს ნიშნავდა კონკრეტულად ამ შემთხვევაში, რომ 1 სანტიმეტრში გულისხმობ 3500, ანუ ვამცირებ, აქ არის ფაქტობრივად ეს არის შემცირება 3500 ჯერ. 3500 ჯერ და ეს არის გადიდება 3500 ჯერ. ნახოთ შემდეგი ამოცანები და დავაკვირდეთ. ორ ქალაქს შორის რეალური მანძილი არის 280 კილომეტრი, რუკაზე ეს ქალაქები გამოისახა, არის მათ შორის 7 სანტიმეტრით არის დაშორებული და რუკის მასშტაბი უნდა ვიპოვოთ. ესე იგი გვაქვს შემდეგი, რომ 7 სანტიმეტრი არის შესაბამისობაში 280 კილომეტრთან. გავიხსენოთ მასშტაბი რას ნიშნავდა 1 სანტიმეტრში რამდენ სანტიმეტრს გულისხმობთ, ამიტომ 7 სანტიმეტრიდან ჩამოვიდეთ 1 სანტიმეტრზე, ამიტომ აქეთ 7 გავყოთ 7-ზე და გამოვიდა რომ 1 სანტიმეტრი შესაბამისობაში არის, აქეთაც 280 გავყოთ 7-ზე, გამოდის რომ არის 40 კილომეტრი. და ეხლა ეს 40 კილომეტრი გადავიყვანოთ სანტიმეტრებში. 40 კილომეტრი არის მეტრებში ჯერ 40000 მეტრი და რადგან მეტრში არის 100 სანტიმეტრი, 2 ნულს კიდე დაირთავს და ამიტომ იქნება ეს 4 მილიონი სანტიმეტრი და რეალური მასშტაბი ამ შემთხვევაში იქნება 1/4 მილიონთან. მოდი ნახოთ შემდეგი ამოცანა და რეალურად ეხლა შევაფასოთ მაგალითად თუ ოთახის იატაკს აქვს მართკუთხედის ფორმა და რომლის დონებია 3 მეტრი და 4 მეტრი. გეგმაზე გამოსახვის შემთხვევაში ისინი გამოისახა როგორც 12 სანტიმეტრი და 16 სანტიმეტრი. მოდი ამოვხსნათ და ვნახოთ, ესე იგი 12 სანტიმეტრად ჩანიშნული არის ამ შემთხვევაში 3 მეტრი, თავის ზომები დავუწეროთ და მეორე შემთხვევა ჩავწეროთ, რომ 16 სანტიმეტრად გამოსახული არის ამ შემთხვევაში 4 მეტრი. მოდი ამოვხსნათ ჯერ იასამნისფერი ფორმა, 12 სანტიმეტრში თუ 3 მეტრია, მოდი 3 მეტრით ჩავწეროთ სანტიმეტრების საშუალებით, 12 სანტიმეტრი არის ამ შემთხვევაში 300 სანტიმეტრი. მოდი ჩამოვიყვანოთ 12 ამ შემთხვევაში 3-ზე გაყოფის შედეგად, რომ 4 სანტიმეტრი შესაბამისობაში არის ამ შემთხვევაში 100 სანტიმეტრთან. გავყავით ეს 300-ით 3-ზე.
4 სანტიმეტრიდან 1 სანტიმეტრზე ჩამოსვლის შემთხვევაში გავყავით ეს 4-ზე და აქაც 4-ზე გავყავით, შესაბამისობაში არის 25 სანტიმეტრთან. ანუ რეალური მასშტაბი ამ შემთხვევაში იქნება 1:25-თან, ანუ 25 ჯერ არის შემცირებული ამ შემთხვევაში გეგმაზე ოთახის ზომები. აქაც იგივე ფორმით შეგვიძლია გავაკეთოთ 16 სანტიმეტრი თუ 14 შეესაბამება 16 სანტიმეტრის შესაბამისობაში არის 400 სანტიმეტრთან, მეტში ხო 100 სანტიმეტრია, 14-ში 400 იქნება. ჩამოვიყვანოთ მაგალითად ეს გავყოთ 4-ზე, 4 სანტიმეტრში იქნება შესაბამისად 100 სანტიმეტრი, აქაც ეს გაიყო 4-ზე. და აქაც კიდე 4 სანტიმეტრს თუ 4-ზე გავყოთ, ჩამოვიყვანოთ 1 სანტიმეტრზე, იმიტომ რომ მასშტაბი გსურს რომ დავწეროთ, 1 სანტიმეტრი შეესაბამება 25 სანტიმეტრს და როგორც ხედავთ, როგორც იასამნიესფერ დაწერილ ფორმაში მივიღეთ, 1 სანტიმეტრი 25 სანტიმეტრს შეესაბამება და ორივე ფორმაც გინდ ერთი ფორმით ამოვხსენით, გინდ მეორე ფორმით ამოვხსენით, 1 შეესაბამება 25 სანტიმეტრს, 1 სანტიმეტრი და მასშტაბი იქნება 1:25. ეს როგორც ვიცით, ნიშნავს შემცირებას 1:25-თან, რომ ყოფილიყო ჩანაწერი ვარდისფერი ესეთ ფორმით ჩავწერ 25-1-თან, ეს იქნებოდა მაგალითად საათის დეტალები, რადგანაც მასაც პატარა დეტალები აქვს, 25 ჯერ გავადიდებდი და ისე წარმოვადგენდი, ამ შემთხვევაში 25-1 იქნებოდა. მადლობა ყურადღებისათვის, წარმატებებს გისურვებთ.